სეზონი მოდის, ბევრია ისეთი, ვისაც უნდა მოტოციკლეტის შეძენა და ვფიქრობ, რომ ეს ის ვიდეო არის, რომელიც იმ ადამიანებმა, რომლებიც აპირებენ მოტოციკლეტის შეძენას, აუცილებლად უნდა ნახონ. ვეცდები, რომ მალე მოუყარო სათქმელს თავი. მოდი ვთქვათ 5 პუნქტი, რომელიც მოტოციკლეტის ყიდვამდე აუცილებლად უნდა გავიაროთ. პირველი და აუცილებელი, ჩემი აზრით, არის ის, რომ მარტო არასდროს არ წავიდეთ მოტოციკლეტის საყიდლად და აუცილებლად გავიყოლოთ მეგობარი, ან თუ არსებობს ჩვენ გარშემო ისეთი ადამიანი, ვინც იცის, ერკვევა, ასე თუ ისე მაინც არაა საჭირო პროფესიონალი იყოს, უბრალოდ მარტო არასდროს არ წახვიდეთ მოტოციკლეტის საყიდლად, იმიტომ რომ იქნებით ემოციის ქვეშ, რაღაც აჟიტირებული, გენდომებაც ძალიან ამ მოტოციკლეტის ყიდვა და რაღაცნაირად ეს მე გადაწონის ხოლმე იმ მინუსებს, რაც შეიძლება მოტოციკლეტის იქვე ადგილზე თქვენ თვითონაც აღმოუჩინოთ და მაინც იყიდოთ ის მოტოციკლეტი, ასე რომ აუცილებლად გაიყოლეთ მეორე ადამიანი, ვინც უფრო ობიექტურად შეაფასებს იმ მოცემულობას, რაც იქ დაგხვდებათ. მეორე არის ვინ-კოდი, ანუ ისტორია. მოტოციკლეტის შეძენამდე და შეძენამდე კი არა, ნახვამდე აუცილებელი არის მე პატრონოს ვთხოვოთ, განახოთ აღნიშნული მოტოციკლეტის ვინ-კოდი. როგორც იცით, საქართველოში 95% მოტოციკლეტების აუცილებლად ჩამოდის ამერიკიდან, ან ზოგი იაპონიიდან. ამიტომ, რომ ნახოთ, რა მდგომარეობაში იყო მოტოციკლეტი, სანამ აქ აიწყობოდა, აუცილებელი არის ნახოთ ვინ-კოდი და იქიდან გამომდინარე შეაფასოთ. აი, განახევრებული მოტოციკლეტები რო ჩამოდის ხოლმე და შუაზე გაწყვეტილები და აი, რავი, წინა მხარე არა, ხან უკანა მხარე არა. მსგავსი მოტოციკლეტების შეძენას არანაირად არ გირჩევ. ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც ჩამოყავს მოტოციკლეტი სამწუხაროდ, უცბად ეცდება, რომ ააწყოს, თუნდაც ჩინურზე, თუნდაც გადაასვარკოს, გადმოასვარკოს და მსგავსი მოტოციკლეტი მოკლედ რა არ არის რეკომენდირებული იმისთვის, რომ გქონდეთ მოხმარებაში, ანდოთ საკუთარი თავი ასეთ აწყობილ მოტოციკლეტს მე. ვინ-კოდი შეიძლება ადგილზეც ნახოთ. ყველა მოტოციკლეტის რამაზე, აი აქ აუცილებლად კადრსაც ჩავსვავ, არის სამოტვიფრული იმ კონკრეტული მოტოციკლეტის ვინ-კოდი. აუცილებელია მოტოციკლეტი დავათვალიეროთ ვიზუალურად, იმიტომ რომ ყველა დეტალი, რაც კი შეიძლება მოტოციკლეტს კონდეს გაფუჭებული, შეიძლება აისახოს როგორც გასაყიდფასზე, ისე მე ყიდვის შემდეგ საკუთარ ჯიბეზე, ასე რომ დეტალურად უნდა შეამოწმოთ ვიზუალური მხარე. ნებისმიერი პლასმასი იქნება ეს თუ რკინის დეტალი იქნება, რაც აქვს ვიზუალში მოტოციკლეტს, აუცილებლად დეტალურად დაათვალიერეთ და გეტყვით ჩემი გამოცდილებიდან რატო, იმიტომ რომ მე როდესაც შევიძინე ერთ-ერთი მოტოციკლეტი, ვიზუალურად კი ჰქონდა პატარა დეფექტები, თუმცა არ შემიმოწმებია შიგნიდან რა, იმიტომ რომ გარედან კი იყო მთელი, შეღებილი, გალამაზებული, თუმცა როცა დადგა პერიოდი, რომ ეს პლასმასები მომეხსნა და შიგნით რაღაცები გამეკეთებინა და შემეცვალა, აღმოჩნდა, რომ ყველა პლასმასი იყო აღდგენილი, გადაკერებული, გადმოკერებული და რა თქმა უნდა, მე ამან იმოქმედა იმაზე, რომ რაღაცნაირად გული დამწყდა, ასე რომ შეიძლება ეს პლასმასი გარედან ჩანდეს მთელი და რაღაც კოფცია, მაგრამ აი შიგნიდან რო შეხედავთ, მით უმეტეს აი ამ გვერდის პლასმასების შემოწმება ძალიან მარტივია, ისე რომ არც მოხსნა რა, უბრალოდ რო შეანათოთ, შეიძლება მსგავსი რაღაცები აღმოაჩინოთ და დაინახოთ ხოლმე. რომ ამ პლასმასებს ხშირად ჭირდება მოხსნა, მიყენება, მით უმეტეს სერვისის დროს და აი ამ მოხსნა დაყენების დროს კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვარდება ეს პლასმასები, ასე რომ აუცილებელი არის, რომ დავათვალიეროთ ვიზუალურად მოტოციკლეტი, ვნახოთ თუ რამდენად მთელი არის ყველა დეტალი, რომ შემდეგ უკვე ჩვენს ჯიბეზე არ აისახოს ეს ყველაფერი. მეოთხე არის ცვეთადი ნაწილები. ის ნაწილები, რომელიც მოტოციკლეტზე რაღაც დროის შემდეგ აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მაგალითად ესენი არის ეგრეთ წოდებული კალოტკები, სამუხრუჭე ხუნდები, თვითონ აი ეს სამუხრუჭე დისკი, აპორნი დისკი, ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ ვიზუალურად ცეპი, საბურავები, ამორტიზატორები და რა თქმა უნდა, რომ ამასაც ახლა უცბად ჩავშლი დეტალურად. კალოტკების შემოწმება ძალიან მარტივი არის და შეგიძლიათ რომ აი აქ გვერდიდანაც რომ ჩახედოთ, დაინახოთ თუ რამხელა არის, რა თუ ძალიან დაწვრილებული არის, ეს არაფერს რაღაც კრიტიკული არ არის და არ იძახის იმას, რომ ცუდი მოტოციკლეტია, უბრალოდ თუ ძალიან დაბლა არის დაყვანილი ეგრეთ წოდებული კალოტკები, ეს იქნება თქვენი ხარჯი, რომ რაღაც 5-10 კილომეტრში მოგიწევთ შეცვლა და იმის გარდა რომ მოტოციკლეტში გადაიხდით რაღაც კონკრეტულ თანხას, ასევე მოგიწევთ მერე უკვე კალოტკების შეძენა და
ხელოსანთან თუ სერვისში იმ თანხის დატოვება რა. ასევე ძალიან აუცილებელი არის სამუხრუჭე დისკი ვნახოთ და შეხედოთ თუ სადამდეა დაყვანილი. სამუხრუჭე დისკს აქვს აი აქ ესე ვთქვათ ზღვარი და აი აქ ძალიან კარგად ეტყობა ხოლმე ამოწეული უნდა იყოს ოდნავ სულ ახალი და ნელ-ნელა ცვდება, ასე რომ თუ ძალიან არის ზღვარი აი ამ კიდეს და სამუხრუჭე დისკს შორის დასული, მაშინ გეტყვით რომ ესეც შესაძლებელი გექნებათ ძალიან მალე. ამორტიზატორების შემოწმება არის ძალიან მარტივი, აქვს თუ არა მაგალითად ამორტიზატორს გასხმული, კონკრეტულად ამ მოდელს უყენია ამოტრიალებული ჩანგალი და ამაზე ძალიან მარტივი დასანახი არის ეს ყველაფერი, ახანს ამოტრიალებულია ჩანგალი, ესე იგი ზეთი ქვევით აწვება და აი ამ ეგრეთ წოდებული სალენიკებიდან აუცილებლად გამოჟონავს და დაასველებს აი ამ ვერცხლისფერ ნაწილს. თუმცა არსებობს მოტოციკლეტები, რომელსაც აქვს პირიქით ეს ჩანგალი დაყენებული და იქ უფრო რთული არის ამ ყველაფრის დანახვა, მაგრამ მით უმეტეს შეიძლება რომ იქამდე სანამ თქვენ მოტოციკლეტს ნახავდით, მოტოციკლეტი გარეცხონ, გააკრიალონ და რთული გახდეს ამის შემჩნევა. თუმცა აქაც არსებობს გამოსავალი, შეგვიძლია რომ მოტოციკლეტზე უბრალოდ გადაუჯდეთ, ან თუნდაც არ გადაუჯდეთ და რამდენჯერმე უბრალოდ ჩავარტყათ ამორტიზატორს და რაღაცნაირად იმ შეხებებს მაინც ამოიტანს ზევით, როდესაც ეს წნევა დააწვება. მოტოციკლეტის ერთი ძირითადი დეტალი ასევე არის ჯაჭვი, ცეპი, რომელიც აუცილებლად უნდა დათვალიერდეს დეტალურად. მაგალითად ამ მოდელს აქვს ეგრეთ წოდებული O-ringები, რეზინების სიმრთელე არის გარანტი იმის, რომ ჯაჭვი მუშაობს. თუ ფაქტურად არ ღვეული არის, ძალიან დიდია რისკი იმის, რომ ეს ცეპი სადმე გზაში გაგიწყდეთ, გაძვრეს და ასე შემდეგ. ასევე უნდა ნახოთ, ჟანგი აქვს თუ არა ზედ ამ ცეპს, რადგან თუ აი ამ მდგომარეობაში არის, რა მდგომარეობაში სახლობ ჩემი მოტოციკლის ცეპია, აუცილებლად შესაძლებელია და დაახლოებით ელოდეთ ჩინური ცეპები როგორც ვიცი რაღაც 200-250 ლარს ორიგინალი თუ დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, ბევრად მეტის გადახდა მოგიწევთ. და ხო, კიდე ძალიან ბევრი არ აქცევს სამწუხაროდ ყურადღებას საბურავებს, როცა მოტოციკლეტს ყიდულობენ ხოლმე, რაღაცა ესე ვიზუალურად შეაფასებენ, არც ცეპს უყურებენ, არც სამუხრუჭე ხუნდებს, არც სამუხრუჭე დისკებს. ამორტიზატორი კიდე უფრო ხილვადია და შეიძლება შეხედონ ხოლმე, თუმცა საბურავებს არასდროს არავინ არ აკვირდება. როგორ ხდება საბურავების შემოწმება? პირველ რიგში შორიდანვე შეხედავ თუ არა საბურავს, უკვე ეტყობა, ანუ მანქანის საბურავი თუ ოთხკუთხედი არის, ჩათვალე რომ ის საბურავი აღარ ვარგა არაფერში. ხოლო თუ გინდა რომ უფრო დეტალურად ნახო ეს ყველაფერი, შეგიძლია შეხედო საბურავს, ყველა საბურავს თავის პროტექტორზე აქვს დატანილი ეგრეთ წოდებული საზომი და აი ამ საზომთან არ უნდა იყოს ძალიან მიახლოებული და გასწორებული თუ ამასთან ხო საერთოდ აღარ ღირს და რაღაც საბურავის ხარჯის გამოკლება აუცილებლად მოუწევს იმ ადამიანს, ვისგანაც მოტოციკლეტს ყიდულობთ. ეხლა თუ ისეთი ფასი უწერია 10000-იან მოტოციკლეტზე ამ ყველაფრის გამო 5000-ად ღირს, ხო, რა თქმა უნდა, რომ ღირს იმ მოტოციკლეტს წამოყვანონ. ყველაფერი შედარებითი არის. შეიძლება მე პატრონებმაც იცოდეს ის წუნი რაც თავის მოტოციკლეტს აქვს და ამის ფასსაც ადებდეს. ასე რომ ეს რა თქმა უნდა არ არის პრობლემა, თუმცა თქვენ მაინც უნდა იცოდეთ, შეამოწმოთ ეს ყველაფერი, ნახოთ და ამის შემდეგ მიიღოთ უკვე რაღაც გადაწყვეტილება. მარტივად შესამოწმებელი არის ასევე სამუხრუჭე სითხეების შემოწმება და მარტივად მიხვდებით შესაძლებელი არის თუ არა. რა თქმა უნდა, რომ იგი ზღვარი რომელიც წერია lows და full შორის რაღაც იმის შუაში უნდა იყოს და მიხვდებით გადამეტებულია თუ აკლია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფერი თუ არის გაშავებული და რაღაცა მუქი ყავისფერი აუცილებლად შესაძლებელია და ესეც გასათვალისწინებელი გექნებათ, რომ თუ მსგავსი სიტუაცია დაგხვდებათ და მოტოციკლეტს შეიძენთ, თქვენი შესაძლებელი გახდება იმ წამსვე ეს სამუხრუჭე სითხე. თუ იცით მოტოციკლეტის მართვა და დიდი ალბათობით იცით, რადგან მოტოციკლეტს შეძენა გადაწყვეტეთ, მოტოციკლეტის გატარება აუცილებელი არის, რომ ნახოთ სიჩქარეებში როგორ ირთვება მოტოციკლეტი. თუ აქვს ჩავარდნა, აგდებს სიჩქარიდან ან რაიმე მსგავს გრძნობთ მოტოციკლეტის ტარებისას, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მოტოციკლეტის გადაცემათა კოლოფს რაღაც ჩეპი აქვს. ამ ყველაფრის შეფასების მერე
როდესაც მის ისტორიას ნახავთ, როდესაც დაათვალიერებთ ვიზუალურად, შევმოწმებთ რაღაც სამხურჭე დისკს, სამხურჭე ხუნდებს, ამორტიზატორებს, საბურავს და დარწმუნდებით, რომ ყველაფერი კარგად არის ამ მოტოციკლეთში, ჩემი რჩევა არის, რომ მაინც ამის მერე უკვე როცა ჩათვლით, რომ მოგწონთ ეს მოტოციკლები და ხართ მზად რომ შეიძინოთ, ამის მერე აუცილებლად უნდა წაიყვანოთ რომელიმე სახელოსნოში რეკომენდაციას, რა ვიცი, თუ იტალიური მოტოციკლეთი გყავს, წაიყვანო პიტსტოპში, რაღაც თუ კავასაკი გყავს, წაიყვანო მის ოფიციალურ დილერთან და ასე შემდეგ რა. გვაქვს ცენტრები, ვისაც შემოყავს ძალიან ბევრი მარკის მოტოციკლეთი, რომელიც საქართველოში დადის, თუ არა და არსებობენ ისეთი მექანიკოსები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ეს ხელობა, მიუყვანოთ მოტოციკლეთი და დეტალურად შეგიმოწმოთ ძრავი გადაცემათა კოლოფი შეუძლიათ რომ შეაერთონ კომპიუტერზე და აბსოლუტურად მთლიანი ინფორმაცია ამოიღონ. ოღონდ რა თქმა უნდა, ამ ხარჯის გაწევა ღირს იმ ყველაფრის მერე, რაც უკვე თქვენით შეაფასებთ და ნახავთ ამა თუ იმ მოტოციკლეთს არის თუ არა თქვენი ინტერესის სფერო. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში აუცილებლად შეგიძლიათ შემეხმიანოთ, კომენტარებში დაწეროთ, თუ ხართ ადამიანები, ვინც ერკვევით ამ საქმეში დილის 7 საათია ეხლა და შეიძლება მე ნახევრად მძინავს და რაღაც ის თქმა გამომრჩა, აუცილებლად გააგებინეთ ერთმანეთს ამ ვიდეოს კომენტარებში, მიეცით რჩევა, ან თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად ან მე გაგცემთ პასუხს, ან იქნება ისეთი ადამიანი, ვინც იცის ის კონკრეტული საკითხი და აუცილებლად გიპასუხებთ, იმიტომ რომ ჩვენ ბაიკერები არ ვართ ის ადამიანები, ვინც ჩვენიანებს და მით უმეტეს იმ ადამიანებს, ვინც აპირებენ რომ ჩვენიანები გახდნენ, რაღაცები დაუმალოთ და არ უთხრათ პირიქით. ყველანაირად ვეცდებით რომ ხელი შეგიწყოთ, დაგეხმაროთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომ შემდეგ უკვე არ ავნოთ არც საკუთარ თავს, საკუთარ ჯანმრთელობას და არც გარშემო მყოფებს. ხლა იკითხავდით აი ესეთი გაფუწული და გაბრძგნული რო ვარ. რატო ვარ ესე კამერასთან? თუმცა არ ვიცი ვიდეო დაიდო თუ არა, მე მგონი არ დადებულა, ან თუ დაიდო, ხო კაი. მოკლედ 5007 გამომწერზე თმებს შევიჭრი ოღონდ მოტოციკლეთზე. მოტოციკლეთის მართვისას რა, გადავიპარსავთ მას, ოღონდ სხვაგან პარსავს, მოვიფიქრებ ვინ გადამპარსავს. შეიძლება უკან მომიჯდეს, შეიძლება რაღაც წყვილებში ასე ვირბინოთ, რაღაც დაბრკოლებებში და იქიდან რაღაცას მოვიფიქრებთ რა. მოკლედ 5007 გამომწერზე როცა ავალთ 7-ზე, 5007-ზე მაშინ გადავიპარსავთ მას და უბრალოდ ჩემი თხოვნა არის რომ გამოიწეროთ არხი და რაღაც ივლისამდე არ მივიყვანოთ რომ მე ძალიან დამცხება უბრალოდ რა. მეტი მაქვს რომ დაგეხმარეთ. შევხვდებით აუცილებლად შემდეგ ეპიზოდში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ აყვეთ ემოციებს, არ აჟიტირდეთ მოტოციკლეთის ყიდვისას, იმიტომ რომ ამ დროს ძალიან დიდია იმის რისკი რომ ვიღაცამ მოგატყუოთ და მოკიდოთ ისეთი მოტოციკლეთი, რომელიც ძალიან მალე გექნებათ თავიდან ბოლომდე ასაწყობი და შესაკეთებელი. ასე რომ ეს დეტალები აუცილებლად თანმიმდევრულად გაიარეთ, წაიყვანეთ თან თქვენი მეგობარი, რომელიც უფრო საღაზრზე იქნება და უფრო ობიექტურად შეიძლება გითხრათ ღირს თუ არა ამ მოტოციკლეთის შეძენა და აუცილებლად ჩაუჯექით კომენტარებს, იმიტომ რომ ამ კომენტარებშიც დიდი ალბათობით დაიწერება ისეთი რჩევები, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ. თქვენ კი გეტყვით, რომ ვინც იცით და ერკვევით, აუცილებლად მიეცით ის რჩევები კომენტარებში ხალხს, რომელიც მე გამომრჩა და არ მithქვამს.